იმის მიუხედავად, რომ დღეს ჩვენ არც ერთი კონკრეტული სახელი და გვარი არ გვითქვამს და საუბრობდით ზოგადად სხვადასხვა პროფესიებზე, მე მინდა ეხლა ჩვენ მოვყვეთ ერთ ისტორიას, ერთ ძალიან გემოვნებიან ქალბატონზე, მაკა ჩიჩუა ეკახოფერიას თოქ-შოუში. ჩაიცვი ქართული, ატარე ქართული, ეს არის აი ამ გადაცემის ერთ-ერთი მთავარი მოწოდებაც კი და ჩემი სტუმარი არის ადამიანი, რომელზეც მართლა ყველა თანხდება საქართველოში, რომ ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონი არის. მოკეთ მაკა არის ჩემი სტუმარი, მაკა ძალიან დიდი მადლობა. ყოველთვის ვცდილობთ, რომ თქვენი სამოსი იყოს ქართული. ეს არის ესეთი პრინციპული და ესე მიღებული გადაწყვეტილება თუ აი რაღაცნაირად ბუნებრივად მოვიდა? გამარჯობა ეკა, ძალიან მიხარია კიდევ ერთხელ შენი ნახვა და ყოველთვის მიხარია, როცა შენი სტუმარი ვარ. საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია კიდევ უფრო განვითარდა და ეს ქართული მოდის ინდუსტრია წინ მიდის, რაღაცა სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ. მაგრამ ის კითხვა, რაც დამისვი, რომ ჩემთვის პრინციპულია თუ არა ქართული მეცვას, არანაირად. მე შემიძლია წავიდე მეორადშიც კი და შევიძინო ის სასურველი სამოსი, რაც მომეწონება. შეიძლება აღმოჩნდეს საუკეთესო ბრენდის კოლექციიდან, თუმცა ქართველი დიზაინერები იმდენად საინტერესო სამოსს ქმნიან, რატომაც არა. როცა გაცვია ქართული, თან ეს რაღაცა პატრიოტული მოტივიც არის, ჩემი აზრით, რომ შენს ქვეყანაში ესეთი დახვეწილი გემოვნების ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიცაც შეუძლიათ რომ აკეთონ ისეთი სამოსი, რომ შენ ამაყად წახვიდე და ატარო ისეთ ქვეყნებში, სადაც ხო რაღაც პიკია, ხო მოდი მაგალითად პარიზში თავისუფლად შემიძლია რომ გავიარო ერთ-ერთი ჩემი საყვარელი დიზაინერის ტანსაცმლით და ეს იყოს ჩემთვის ძალიან მიღებული. ასევე მე ვაკეთებ თვითონ რაღაცა სილუეტებს. მაკა ეს ამბავი და აი რა მომიყევი უფრო დაწვრილებით. იცი იქიდან გამომდინარე რომ მხატვარი ვარ, ჩემი ხედვა მაქვს, თუ ხარ ხელოვანი, შემოქმედი, ინსპირაცია მოდის ყველაფრიდან, ყველაფერი ცოცხალი რაც არის და რასაც გააჩნია ფორმა, ფერი, ფაქტურა, შეიძლება ყნოსვითაც კი წარმოიდგინო რაღაცა, ხო, ეს არის შემოქმედებითი პროცესია. ამიტომ აი რაღაცნაირად ტანსაცმელს რომ დამჭირდა, ადრეც ყოფილა რა, მაგრამ ბევრი არასოდეს არ მიფიქრია ტანსაცმელი არ ყოფილა და ჩაცმა ჩემი. უფრო სტილი ალბათ. ალბათ სტილი. და ყოველთვის მახსოვს რომ მოწონდათ როგორ ვიცმევდი. ხო, ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ რა საინტერესოდ გაცვია. უეს რაღაცა საიდან და ყოველთვის ჩემი მოგონილი იყო, რაზე ჩამეცვა, რა ფორმით მეტარებინა, უცებ შეიძლება შარფი როგორ მომეხვია, ან ამასთან თმები როგორ, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ამ სტატუსით. ხო. რაღაცეები უკვე ცოტათი ჩარჩოში ექცევა. თუმცა მაინდა-მაინც ისეთ ჩარჩოშიც არა შეგიძლია რომ რაღაც აქსესუარით შენი ხასიათი აჩვენო, შენი განწყობა, ასე რომ ძალიან შეზღუდულიც არ ვარ. ერთ-ერთი პირველი ესეთი გამოჩენა უკვე ამ სტატუსით ეს იყო ინაუგურაცია და ეს იყო სამი სხვადასხვა ლუკი, როგორც ეძახიან. ხო, რა ვიცი. სამივე იყო ძალიან დასამახსოვრებელი. როგორ არჩიეთ? ვინ იყო ეს დიზაინერი? თავიდან რო ვიცოდი რომ ინაუგურაციაზე უნდა მცმოდა რაღაცა განსაკუთრებული, ხო, იმიტომ რომ სადღესასწაულო დღე არის, მაგრამ სამი ეს იყო ლოკაცია, სადაც ეს იყო ფიცის დადება, შემდგომ იყო თეატრში წარმოდგენა და იყო მერე მიღება. ამიტომ სამი სხვადასხვა სამოსი უნდა ყოფილიყო და რა თქმა უნდა, შერჩევაც მოხდა იმითი, რომ აქ შედარებით კლასიკური და უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყავი, ჩემი აზრით და რაღაცა ამ ტენდენციებითაც რაც ვიცოდი პროტოკოლურად, ჯერ ისეთი მზად არაფრისთვის არ ვიყავი, მაგრამ ნუ წარმოდგენა მქონდა. ეს პირველი სამოსი მოვიგონე მე, როგორ უნდა მცმოდა, რაფერი უნდა ყოფილიყო, სილუეტი, პიჯაკი. დანარჩენი არ მქონდა წარმოდგენილი, თუმცა ვფიქრობდი და უცებ მოვიდა ესეთი შემოთავაზება დათუნასგან, სულიკაშვილისგან, რომ მე შემიძლია შევქმნა ორი ესეთი ლუკი, მაკასთვის წარმომიდგენია როგორი იქნება და თუ იქნება თანახმა მე შემიძლია რომ მისთვის შევქნა ეს სამოსი. და უცებრად დავიჯექი გამახსენდა რაღაცეები, რაც მინახავს დათუნასში და გამახსენდა რომ რაღაცეები მომწონდა.
ვფიქრე რატომაც არა, მოდი ვსინჯოთ და პარიზში რომ არიან ძალიან მაღალი კლასის დიზაინერები და ნუ რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევაში კი წავალ და ვიყიდი, მაგრამ რატო დავიწყო ძებნა იქ, როცა არის აქ. წავედი, მაჩვენა რაღაცა კაბა იყო, რის მიხედვითაც მე შექმნა ეს ჩემი შავი ისეთი ტრაპეცია კაბა, რომელიც მართლა ძალიან ლამაზი გამოვიდა და ჩემი სილუეტი დაინახა. ზუსტად მიხვდა რა შეიძლებოდა ჩემზე ლამაზად დამჯდარიყო. მომენტალურად დავეთანხმე და ვუთხარი, საერთოდ არაფერში არ ჩავერეოდი. შემდეგზე უკვე საერთოდ აღარც მიკითხავს, რომ რას აპირებდა. და ის ზუსტად ის გააკეთა, რასაც სიამოვნებით ნახავდი მაღაზიაში და შევიძენდი. ჩვენი გემოვნება დაემთხვა, ჩემი ნდობა დაიმსახურა დათუნა და სულაც არ ვნანობ, იმიტომ რომ შემდგომაც ჩვენ თანამშრომლობთ და რასაც ვთავაზობს ყოველთვის, აი ორი სიტყვით ვაგებინებთ ერთმანეთს. არის ეს რაღაცა წესები, რაც აუცილებლად დასაცავი არის, როდესაც აცნევ განსაკუთრებით პირველ ლედის. და ვფიქრობ, რომ თითქმის ყველა პოლიტიკოსის მეუღლეზე, რომელიც თქვათ რაღაცა მნიშვნელოვან შეხვედრაზე ან დახვედრაზე მიდის. სადაც იყო ინაუგურაცია, მაკამ გააკეთა ძალიან სწორი არჩევანი. მან გადაწყვიტა, რომ ქართველი დიზაინერის სამოსიც მოდა ამ მნიშვნელოვან დღეს, რადგან ვფიქრობ, რომ ამ დღეს წარმოადგენს შენს ქვეყანას და მაქსიმალურად ანუ კარგია რომ ქართველი დიზაინერის გაცვლა და არა ფრანგის და სხვა რომელიმე ქვეყნის დიზაინერის სამოსი. მაკასთან მუშაობა ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ თვითონ პიროვნება არის ძალიან საინტერესო, ძალიან მოყვება, ზუსტად იცის სად რა უნდა და რა უხდება. ზუსტად იცის თავის ფერები, დაძაბულობა არ არსებობს მოკლედ ამ მუშაობის პროცესში და ეს ძალიან უწყობს ხელს შედეგს, რაც არის ხოლმე საბოლოოდ. მაკაც ერევა, იმიტომ რომ არის რაღაც დეტალები, რაც თქვა შეიძლება მე გამომრჩა ან ვერ გავითვალისწინე, რაღაც დიზაინერი როცა მუშაობს, მაქსიმალურად რაღაც ეიფორიაშია და არის რაღაცები, რომ შეიძლება მე ძალიან ვაფრენდე და მეუბნება მაკა რომ დამშვიდი აქ ეს არ შეგვიძლია რომ გავაკეთო. მაკას სტილი, ადანაჩელ პირველ ლედებს თუ ავიღებთ, განსხვავებულია თანამედროვეობით, ალბათ ესე ვიტყოდი, რაღაცა სიახლეებით, რაღაც ახალი დეტალის ძიებაშია სულ. ახალს მუშაობთ რაღაც ახალ კაბებზე, სხვადასხვა დღეებისთვის. და რა თქმა უნდა რაღაც ვეძებთ საინტერესო დეტალებს, რომ იყოს განსხვავებული, განსაკუთრებული. აი ეს კაბა, რომელზეც ახლა ბოლოს მუშაობთ, ძალიან საინტერესო თარგი აქვს სხვათა შორის და რაღაც ფორმებიც გამოკვეთილი, თუმცა ცოტა არასტანდარტული არის. გულით საკმაოდ ისეთი საინტერესო, დგომა და ეს ამას ექნება თავის შარვალი ასევე. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მოუხდება მაკას. მაკა, მრავალრიცხოვან საერთაშორისო შეხვედრებზე მართლაც ერთგვარი პატრიოტიზმის ნიშანიც არის და ძალიან კარგი ტონია. როდესაც შენი ქვეყნის პირველ ლედის აცვია ქართული, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ესეთი მაგალითები, მაგალითად დავუშვათ იგივე ესპანეთის პრინცესას მაგალითი, რომელიც ძალიან ხშირად ზარას მიმართავს, მაგალითად იგივე მიშელ ობამა და მაკა, რომელიც აი ესე ორგანულად შეერწყა ამ ქართულს, ატარე ქართულს აი ამ სლოგანს. მაინტერესებს აი ოდესმე თუ დაინტერესებულა ვინმე და ამაზე აქცენტი კეთდება, აი როგორ არის ხოლმე შეხვედრები. იცით რა არის, არ უკითხავთ, ესეთი რამე არ მახსენდება, მაგრამ ყოველთვის აღნიშნავენ. ხო არა. აი რა საინტერესოა, რა კარგი ფერია. სადაც ჩავდივარ, ყოველთვის მეუნებიან გოგოები იმ საელჩოში მომუშავე, რომ აი ჩვენ მზივართ და განვიხილავთ, რომ რა კარგია, რომ ჩვენი პირველი ლედი. ხო, ეს წარმომადგენლობითი სახეა ალბათ და ყოველას უხარია, ისევე როგორც ხა ელემენტარულად, როცა ჩემ გვერდზე მოდის ადამიანი, რომელსაც გემოვნებითაც ვიალ ვარცხნილობას კარგი აქვს, ხო? გამოიყურება ისე. მე ვამაყობ. დღეს ვემზადებოდი. კი და აი რამდენი კომპლიმენტი ამიტომ არ მithქოს, მაგრამ ხო ბუნებრივია, განსაზღვროს რაღაც რაღაცები. რა თქმა უნდა, ბუნებრივია. მე ყოველთვის მიხარია, როცა ჩემ გვერდზე ადამიანია, რომელსაც გემოვნებითაც ვია. მე სულ ავღნიშნავ იმას, რომ ადამიანს
გემოვნება და ხედვა აქვს ისეთი, როგორც ხედავს. შეიძლება ვიღაცა საერთოდ არ აინტერესებს. მე უბრალოდ მიყვარს და მომწონს და ნუ აი ეს ტიპაჟი ვარ. რომელშიც ხარ მთელი ცხოვრება და ამაშია საქმე, თორე აი ყოფილა რომ სადღაც წავსულ ვარ ძალიან ესე მოუწესრიგებლად. მაგრამ აი ეს მოუწესრიგებლობაც გამოხატავს რაღაცა შინაგან მდგომარეობას და სასაცილო ალბათ არ ყოფილვარ, მაგრამ ვიღაცისთვის მიუღებელია შეიძლება რომ ეს სადღაც არ გაცვია ძალიან ესე ამ ქორწილში სპეციალურად. მე არ მიყვარს მაკიაჟი მაგალითად, ხო? ყოველთვის მეუბნებიან, დეჩემიც კი მეუბნება, რომ აი გაიკეთე, არ მიყვარს აქსესუარები ბევრი. ყოველთვის აი რაღაცა ერთი იმითი უკმაყოფილდები შეიძლება. ეს ძივი ჩემი აწყობილია და მიყვარს, იმიტომ რომ რაღაცა 20 წლის წინ ავაწყე ძალიან ადრე მაშინ მიყვარდა მძივები, რაღაცებს ყიდულობდი დეტალებს, დედაჩემის ძივებს შლიდი. ნუ ეს მქონდა აი ამ შემოქმედებითი პროცესის შედეგია. თუ რამე მაცვია, ან რამე აქსესუარი მაქვს. ისიც არ არის თემა, ხო, რომ აუცილებლად ძალიან დიდი თანხა უნდა გადაიხადო, რომ ჩაიცა არც ერთ შემთხვევაში ჯერ ესეთი ხო, არ ვიცი, ხა მაგდენი ფული არასდროს არ მქონია, რომ წავიდე და ვიყიდო 3000 ევროიანი პიჯაკი. ძალიან მომწონებია, მაგრამ თავს ვერასოდეს ვერ მიცემ უფლებას, ელემენტარულად არ. ხო. სულ ფიქრობ, რომ მქონდეს, ალბათ ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს, მანდ უკვე რაღაცა ვეღარ საზღვრავ, ხო? არის ეს მომენტიც. მე არ მქონია ეგეთი შესაძლებლობა არც ერთ ეტაპზე ჩემი ცხოვრების, მაგრამ ფიქრობ, რომ თუ შენ მოგწონს ტანსაცმელი, შეიძლება ისე მოგწონდეს, რომ საერთოდ არ შეადარო აი იმ ძვირფას არმანის პიჯაკს, რომელიც საოცარ პიჯაკს ქმნის. მისი ეს არის რაღაცა განსაკუთრებული, ხო, ეს მთელ მსოფლიოში ცნობილია. ისე აკეთებს, რომ არც იციან როგორ კერავს. გამოუცაიდუმლოა. მართლა. ხო, კი, არის რაღაცა საიდუმლოა, რომ ვერ ხვდებიან როგორ გადმოიღონ მისგან. აი ის თარგი. ხო, საოცარია, ეს ხელოვნება, მაგიტო ამბობ, რომ ეს არის ხელოვნება, Yamamoto როგორ ჭრის. ვერავინ ვერ ხვდება, როგორი აჭრილია. ან როგორ არის იქ რაღაც ჩაკეცილი. ასევე როგორც ჰერმეს აქვს თურმე ესეთი საიდუმლოებები, ვერავინ ვერ ხვდება. ფანტასტიკურ პატენტებს აკეთებენ, იღებენ, მაგრამ ის ვერ აღწევენ იმ. ასე რომ, ნუ ეს არის მართლა რაღაცა განსაკუთრებული შემოქმედება, ჩემი აზრით, აი როგორც ვიღაც კლასიკოსი მხატვრები ქმნიდნენ თავის სტილს და ფერს და ვერ ხვდებოდნენ იქ როგორ ხდება ლისირება ქვია მაგას, როგორ ადებენ ერთმანეთს, მე როგორ აი ისეთივე დამოკიდებულება შეიძლება გქონდეს სამოსის მიმართ. მაკა, აი თქვენ აღნიშნეთ ეტიკეტის კუთხით, მაგრამ აი მაინც მაინტერესებს არის თუ არა პირველი ლედისთვის აი რაღაც განსაზღვრული. ის რომ გამომწვევი არ უნდა იყო. ფერი, აქსესუარი, უცებ ახლა მე რო გავიკეთო ძალიან დიდი საყური და წავიდე შეხვედრაზე. სადღაც ისეთი ოფიციალური, სადაც არის ძალიან საქმიანი შეხვედრა. არასწორია, ის კი არა, რომ შეიძლება მე რედაქციიდან რო გავლენ ხა პირდაპირ არავინ, მაგრამ უხერხულია. უხერხულობას ქმნის. აი როგორც სადღაც ისეთ ადგილას დიდი დეკოლტეთი არ წახვალთ, ხო? სადაც უხერხულია და გრძნობ, რომ ესე არის. შეიძლება რაღაცა ესეთი თამამი დეკოლტე რაღაც განსაკუთრებულ საზეიმო ვითარებაში ჩაიცვა, წითელ ხალიჩაზე გაიარო, ნუ ქუსლზე აკიდე და ძალიან მაღალი ქუსლი უხერხულია. ხო. როცა მიდიხარ, მე მახსოვს ეგეთი ფოტო იყო, დედოფალი უყურებს რომელიღაცა ქვეყნის პირველ ლედის. აცვია ჯერ პლატფორმა და მე ეს ქუსლი არის რაღაცა უშველებელი ძლივს მოდის ეს კალი, მაგრამ მისთვის ეს არის ძალიან მოდური და დახვეწილი ჩაცმულობა და ინგლისის დედოფალი უყურებს გაოგნებული, ცოტა შეშინებული. ცუდი ტონია ერთი სიტყვა. მათთვის ხო, ვინც ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, ცუდი ტონია. იცი ზომიერება უნდა დაიცვა და რაც მე არ მგონია რომ ესეთ ჩარჩაში უნდა მოექცე და შეიზღუდო, რომ უკვე მართლა ტანსაცმელი ცალკე იყოს და შენ ცალკე და შემოჭილი და იმის ესეც აღარ გქონდეს რომ რაზე ილაპარაკო. ხო, იმის ტყერად უნდა იყოს. ორგანული უნდა იყოს. ხო, და ტანსაცმელი უნდა მოირგო, ორგანული უნდა იყოს აუცილებლად და თავს უნდა გრძნობდე კომფორტულად და ესე თამამად და მყარად, რომ ამან არ წაიღოს შენი ყურადღება. მე რო ეხლა წერდე სტატიას, ვიტყოდი რომ მაკამ მოვიდა ისეთი, როგორცაც მე ველოდებოდი, ეს ძალიან ისეთი
ხა ჩემს საყვარელი ფორმა. პასტელური ფერის ზედა სამოსით, ძალიან სადა, ძალიან გემოვნებიან, არაფერი ზედმეტი, აბსოლუტურად ნატურალური და აი მე ვხედავ თქვენში აი გადაკვეთას ქართულის და რაღაც ფრანგულის შეიძლება რა ვიცი, აი რაღაც არის ეს საერთოდ. აი ცით რა ხო რახან ყურადღებას ვაქცევ და უთქვამთ რომ აი ეს ქართულ-ფრანგული ეს სინთეზი ვხედავ შენში. ალბათ არის მართლა ეს. იმიტომ რომ ძალიან მე ვთვლი რომ მართლაც ახლა ძალიან მომწონს ბრიტანული მოდა ძალიან. ნუ იაპონური არის ჩემთვის ყველაზე ესეთი აი არ ვიცი რა გითხრათ, ორგანულს ვერ ვიტყოდი, მაგრამ აღმაფრთოვანებელი. ეს არის ყველაზე მეტად და სწორად ეს ქალურობა გამოხატულია აი ამ ფრანგულ მოდაში და მე მგონი მაგაზე არც არავინ არ კამათობს. აი როგორც ხა იტალიური მოდაც ხო საოცარი ხა მილანში ხო საშოპინგო ქალაქია და ყველა ჩადის. მაგრამ ისეთი დახვეწილი როგორც ფრანგული მოდაა და როგორც ფრანგები აწვდიან აი ამ ტანსაცმელს. ეგეთი მე მგონი სოფლიოში არ არსებობს. და ბოლოს რა გამოარჩევს ქართულ სამოს, ქართულ დიზაინერებს, აი რატო გახდა ესეთი საინტერესო? იცით რა არის, მე მგონია რომ შემოქმედებითად აქ აი ინსპირაციაზე რო ვლაპარაკობდი, ისეთი გარემოა ისეთი ფერებია, ეს სიმსუყე, ამდენი ფორმა, ამდენი ფერი, ეს ამდენი ცვლილება, თვითონ საქართველოში წარმოიდგინეთ, როგორ არის ამ პატარა ქვეყანაში ჩატეულია სუბტროპიკები, ზღვა, მთა, უდაბნოც კი. აი როგორ შეიძლება რომ ეს ენერგეტიკა არ მოქმედებდეს ადამიანებზე, რომლებიც ხედავენ ფერს, ფორმას, სილუეტს, ხასიათს, ხო? შენ საშუალება გაქვს თუ ამისი ხედვის უნარი გაქვს, თუ შემოქმედებითად აღიქვავ სამყაროს. შენ არ გადმოიტანო ეს ან არქიტექტურაში, ან ტანსაცმელში, ან აი თუნდაც ახლა ამ სადაც ვართ, ხო? ეს ხო აი ნათელი მაგალითია იმისა, რომ შეიძლება ინტერიერი შექმნა ისე, რომ აი კომფორტულად დაждე, თან მოგწონდეს, თან რომელ კუთხეშიც გაიხედავ, ისეთი ყვავილი გიყურებს, ისეთი მცენარე, ისეთი ავეჯი. ნუ აი ყველაფერი ერთმანეთთან არის ჰარმონიაში, ასე რომ მე ვფიქრობ, და კიდეც რა გამახსენდა ატარე ქართული, ხო? აი სამოსელი პირველი მაგალითად, ხო? ხო. ხშირად მოხდა კრიტიკის ქარცეცხლში, მაგრამ თქვათ, როდესაც ჩაიცვა მაკამ და გიორგიმ, ყველა თხოვნერად გამოჩნდა. ლამაზი, ატარა მაგარ. არა, მე არ შემხვედრია მაკა. მე და გიორგი ეს პირველ რიგში გადავწყვეტეთ, იმიტომ რომ ბოლომდე მხარი დაგვეჭირა იმ ადამიანებისთვის, ვინც უნდა წასულიყო და იგი ესპარეზა, რომ საქართველოს ესახელებინა და როგორ შეიძლება ისე გააცილო ეს ადამიანები, ლანძღვაგინები და ესეთი ცუდი მუხტით, იმდენად ბევრი ცუდი ითქვა, რომ შენ გთრგუნავს ეს ბუნებრივია. და სხვათა შორის მე რა აღმოჩნდა, ესეთ გერმანულმა ჟურნალმა მე მგონი აღნიშნა ექსელში ჩასვა საინტერესო ტანსაცმლის. მე მგონი მათ ნახეს თქვენი ფოტო და იმანაც იმოქმედა. შეიძლება. გონია რომ რაც უფრო მეტი ადამიანი მიხვდება რომ ქართული სამოსი ეს არის პატრიოტიზმის გამოხატულებაც, ეს არის იმ ადამიანების დაფასება, რომელიც აი ამას ქმნის და უნდა რომ საზღვრების გარეთ გაიტანოს და სხვათა შორის არიან ესეთი დიზაინერები, რომლებმაც მოახერხეს და აი ამ რთულ კონკურენციაში და აი ამ რაღაცა ამ მოდის ინდუსტრიანო საკმაოდ ისეთია კონკურენტიანია, პარიზშიც კი დაიმკვიდრეს თავისი ადგილი და ნიშა აქვთ და მე მათ პატივს ვცემ და გრძნობ, რომ საქართველოში გემოვნება არსებობს, ეს შენ კაბაზეც ისეთი მეტყველებს. ძალიან დიდი მადლობა მაკა, ჩემი სტუმარი იყო ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი პირველი ლედი. და მე მინდა მაკა არ ვარ გულგრილად თქვენ დამი განწყობილი, ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან მომწონ ხართ, მე მგონი რაღაც ეს მაქვს ხოლმე ჩემი ამოჩევები და ეს მინდა ვიცი რომ გიყვარს ეს. კი, ძალიან კარგი გამოვიდა ეს. შენი ჟურნალისტის იყო. ეს მინდა რომ გაჩუქო. ვაიმე ძალიან დიდი მადლობა. ატარე ქართული
იყავი ის რაც ხარ, იყავი თავისუფალი და იამაყე რომ ესეთი მაგარი პირველი ლედი გყავს. მადლობა. მადლობა ეკა ჩემო საყვარელო. საოცარ ძალიან მომწონს ეს ფოტო და ეს ჟურნალი რო გამოვიდა, აი მართლაც ყველა მაგნიშნა რომ ძალიან ესეთი ეფექტური და კარგი. ფოტოს ეს. მადლობა. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაციას, ჩემ საყვარელ ყოფილ პიონერთა სასახლეს, აი არაჩვეულებრივ დარბაზს, სარკეებიან დარბაზს, რომელთანაც დაკავშირებულია ჩემი პირველი გამოსვლა აუდიტორიის წინაშე. მე მაგალითად გამოწერის ოსტატი ვარ. ეხლა რო ვთქვა რომ არ მიყვარს რაღაცა კარგი ხარისხიანი ტანსაცმელი მოვიტყუები. ველოდები ხომ ეს 70-იან 80-იანს და ძალიან კარგ მისაღებ ფასში ვყიდულობ ხშირად ტანის. ხშირად არა, დიდი ხანი არ მიყიდია, მაგრამ ვყიდულობ. აი ეხლა არის ლაზეთი. და მე რატო გულშემატკივრობ იცი მას, რომ მსოფლიო კუთხით არის აი ესეთი ბრენდები, რომელიც არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. ყოველ შემთხვევაში ქართულ ბაზარზე პირველად არის აი ეს ტენდენცია და ეს ხაზი. მე მინდა რომ ეხლა თქვენ გაგაცნოთ ლაზეთის ბრენდის წარმომადგენლები, ქალბატონი ნანა კასრაძე და ხათუნა სპარშიაშვილი, ვიდრე მე თქვენ გაგესაუბრებით, ჩვენ მცირე ექსპერიმენტში მონაწილეობა ვთხოვეთ ყველაზე პრეტენზიულ გოგოებს და ქალბატონებს და ვინც ამ ექსპერიმენტზე დაგვთანხმდა, ვისაც დრო ჰქონდა, მე მინდა რომ ეხლა ისინი გაუშვა მოსამზადებლად და უკვე ჩვენი მთავარი სიურპრიზი რამდენიმე წუთში. ლაზეთი. გამარჯობათ გოგონებო. გამარჯობათ. 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 რამდენადაც ვიცი ქართული ნაწარმია ეს ყველაფერი. რაღაც მინდა შევარჩიე ცოტა ისეთი. რაღაცა საჩემო სტილიც გაქვთ, როგორც მივხვდი. შენი პირადი დიზაინერი, ნახე როგორ გიყავ. თან ერთია. აი ეს შარვალი მომწონს ძალიან, მაგალითად. აი ძალიან მოდურია ეს იუკკაც. საჩემოა. ეს რა ზომა 40. ხარისხი ძალიან კარგია, ფერია არაჩვეულებრივი. თუ არის კარგი ხარისხის, რატო ვიყიდო უცხოელის და არ ვიყიდო ქართული დიზაინერის? ეს მაღაზია სწორედ ამიტომ მომეწონა და რაც მთავარია, ძალიან დემოკრატიული ფასებია. შენ მზად? მე მზად ვარ ჩვეულებრივად პოდიუმზე გამოსასვლელად. კი ბატონო, მე შენ დაგელოდებ. მუსიკა გვინდა ამაზე, Pretty Woman-ის. ოღონდ ამას ქუსლები უნდა აუცილებლად. მესალამაზია. აი როგორ შეიძლება რომ ნაკლებ ხაში იყოს ძალიან ლამაზად და ეს მდიდრულად შეიძლება. გალთაებაც არ ჭირდება შარვალს არ იკუჭება. ესე ჯობია, თორე ძალიან დავიჭაკრე. კაია? აუ, ძალიან ლამაზია. კარგია, ხო? ეხარია რომ ქართული წარმოება ესე ვითარდება და აი ხარისხით ნამდვილად არ ჩამოვარდება. რასაც ვყიდულობდით აქამდე და ფასი ბევრად განსხვავებულია, არის დაბალფასიანი და რაც თავარია წარმოებულია საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ უაზროდ ზედმეტი ფულის გადახდა ჩემთვის არ არის მისაღები. არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის იარლიქს. თავარია მიხდებოდეს რაც მაცვია. ამას ხამარი და მე მგონი კარგია, ხო? შა, მოვჩით ჩვენ შოპინგს. ეხა ერთი სელფიც გვინდა, დღეს ფოტო არ გადაგვიყია. ძალიან კარგად მოვიკეთ. ბუნებრივად და შენაც კამი მოვიტანო, თუ ძირს დაჯდები თუ როგორ ისავ. მოდი სკამს მოვიტანო. დავქნათ იცი. უკნიდა და თუ მე დავთქე უკნიდა. არა, მიდიცი. მე მგონი ესე რო დავთქე ტოლები. სიმაღლე? კარგია სიმაღლე. მაინც მაღალი ხარ? ცოტა ჩატეხო გვერდი. აი. როდესაც მე ვამბობ, ლაზეთი არის ახალი მიმართულება, სწორედ მოწოდებული აი ამ დემოკრატიული ბრენდის შემოყვანისკენ საქართველოში. ეს ასეა, ხო? აი რა არის მისი პრინციპი, როგორ შეიქმნა, მოკლედ რომ გითხრათ. ძალიან ცოტა დროა რაც შეიქმნა და მინდა ვთქვა რომ დაიმსახურა უკვე ძალიან დიდი მოწონება და სხვათა შორის ამბობენ რომ ძალიან დიდი მადლობა რომ არის ქართული. ლაზეთი გთავაზობთ საკმაოდ ნორმალურ მაღალი ხარისხის სამოს ყველა ასაკის და ყველა ტიპის ქალბატონებისთვის. ჩვენ გვაქვს სამოსი მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილი მოდის ტენდენციებით, ოღონდ აი
ამას მინდა ხაზი გაუსვა, რომ მე ძალიან ბევრი ვეცადე და მე მგონი ჩემიც და გამოვიდა ეკა ნამდვილად. მოვარგე ეს მსოფლიო მოდის ტენდენცია ქართველ მომხმარებელს. მე მინახავს ძალიან ბევრი უცხოელი და მათი ინტერესის საფუძველი არის ის, რომ ეს არის ქართული. ხა ეს მინდოდა მეც აღმენიშნა ეკა. პირველი, რასაც კითხულობენ მაღაზიაში შემოსვლისას, სადაურია საქონელი არის თუ არა ნამდვილად ქართული და აღნიშნავენ, რომ აი პირველად მოხვდნენ მოლში, არის ძალიან დიდი ხანი ქალბატონი იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ მე ძალიან ხშირად ჩამოვდივარ საქართველოში და მინდა ვიყიდო რაღაც ქართული. აი ამ ქალბატონმა, კონკრეტულად ამ ქალბატონმა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ იყო ქართული, ესეც მინდა აღნიშნო, აღნიშნა ისიც, რომ ძალიან მოეწონა ხარისხიც და 8 ცალი ნივთი იყიდა იმ დღეს ჩვენთან მაღაზიაში, აი ეს მინდა რომ აღნიშნო, იმიტომ რომ გაოცებული იყო, რომ შეიძლებოდა თურმე საქართველოში შექმნილიყო აი ესეთი ხარისხიანი და ლოიალური ფასით. რამდენად არის შესაძლებელი ლოიალურ ფაზებს საუბრობ და მართლაც ეხა ფასები არის ძალიან დაბალი. ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას რომ ჩაიცვას გემოვნებით, მაგრამ ეს ალბათ ამიტომ იყო, ხო, ჩაფიქრებული რომ რაც შევა ფართო მასებისთვის ყოფილიყო. დიახ, ამიტომ იყო. 2012 წლიდან ვართ ბაზარზე, მაგრამ ფასები ეს განსაკუთრებული სეგმენტია ჩვენთვის, რომ იყოს მოსახლეობის გადახდის უნარიანობიდან გამომდინარე და მოვარგოთ ჩვენ დღევანდელ სიტუაციას. ხარისხზე ყოველთვის ვცდილობთ რომ მაგაში პრობლემა არ ქონდეს ჩვენს კომპანიას და მე მგონი გამოდის რაღაც. იმედია მოსახლეობის კეთილგანწყობას დავიმსახურებს და გავაგრძელებთ ესე მუშაობას. დიდი მადლობა. ეხლა დავტოვებ ამ პოდიუმს, გადავინაცვლებ ჩემს სტუმრებთან, უსურვებ წარმატებას ლაზეთს, იმიტომ რომ აი ეს განცდა, როდესაც ჩვენ ჩავდივართ სხვადასხვა ქალაქ ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში, სადაც უმრავლესობას მოსახლეობის აცვია ნორმალურად, გემოვნებით და ბუნებრივია მათი უმრავლესობა არ არის ძალიან შეძლებული და ძალიან დიდი ფინანსების მქონე. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის მიმართული იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს საქართველოში ჰქონდეს იმის საშუალება ქალბატონებს, რომ ყოველთვის გამოიყურებოდნენ გემოვნებით და ამაში არ დახარჯონ ძალიან დიდი თანხა.
ნახა.